გითხარით რომ დრიკუსი და ხამზატი 2.5-ზე მეტ რაუნდს იჩხუბებო. გითხარით რომ პრატესი მოიგებდა, გითხარით რომ ბელატორის ექსპერიმენტები არ მთავრდება კარგად თქო. გითხარით გაითიშა პიკო, გაითიშა. გითხარით რომ კანონიერის ჭიდაობა ვერ გაკაჩავს MVP-სთან თქო. და გადაწყვეტილებით მოგება MVP-ს ძალიან ლოგიკურია თქო. გითხარით. გამოწერა თქვენზე. ეხლა წავედით ვიდეოზე. მოგესალმებით, გალბატონებო და ბატონებო, გიბრუნდებით დიღმის ალეადან, ხამზატ ჩიმაევმა სუელი პირსახოცებით ათრია დრიკუს დუპლესი და მომენტალურად ეს ყველაფერი შეირაცხა როგორც ყველაზე მოსაწყენი ჩხუბი, რადგან ხამზატი უბრალოდ დრიკუს თავზე ეწვა, ცდილობდა მის გაგუდვას, ვერ გუდავდა და ეს ყველაფერი გრძელდებოდა 25 წუთი. ეხლა მე რას ვთქვი, ეგ ტყუილია? არა, ტყუილი არ არის და ეგრე არის. ეგრე იყო, უბრალოდ არ შეიძლება რომ ჩხუბს დაარქვა მოსაწყენი და დააბრალო მხოლოდ ერთ მებრძოლს. ხამზატი გამოვიდა და პირველ რაუნდში ჩაატარა ის, რასაც ატარებს ხოლმე. უმარტივესად. და მე მიხვდა, რომ იმდენად პასუხი არ ქონდა DDP-ს მის ჭიდაობაზე და სუსტად იმ კომბინაციაზე. ტეიქდაუნი, მე საიდ კონტროლი, კრუსიფიქსი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმდენად პასუხი არ ქონდა, რომ მაიტარა 5 ჯერ ვიზავ მაგასო. ესეთი კოპი-პეისტი, აბსოლუტურად კოპი-პეისტი რაუნდები შემოგთავაზა. ერთადერთი რაც ცოტა უშნოდ ხდებოდა, მოხვდა ჩვენ თვალში, ეს იყო, რომ ხამზატი აშკარად თავს არიდებდა hand-to-hand combats. MMA არის combat სპორტი, სადაც ორი ადამიანი ცდილობს ერთმანეთს რომ ზიანი მიაყენოს. და ხამზატი აქ გამოვიდა აბსოლუტურად საჭიდაო მანერაში, აბსოლუტურად ოლიმპიური სპორტით ინსპირირებული და მან, არ ვიცი მე, 7 იპონი და 4 რაც კი არსებობს. ჭიდაობაში ქულები ყველაფერი აუღო დრიკუს დუპლესის და მოუგო 50-44, ეს 44 ქულას რაში დააგროვა დუპლესი მე გარავინ ვიცით. მაგრამ ვიცით, ხუმრობ უბრალოდ, მაგრამ აი ესე რომ გაილახები არ ერქვა, ხო არ გალახულა. ესე რომ გათრევენ და ვიღაც 53 ქულას დაგიწევს, შესაძლო 50-დან ცოტა ბევრია მე მგონი. კაი, მოდი გავიაროთ. გახსოვთ ჩემი წინა ვიდეო? მე რა გითხარით? გეფლექსაოთ ეხა? მე რა გითხარით, რომ 3 რაუნდი მინიმუმ დამთავრდება თქო, გითხარით? მე რა გითხარით, ლერონ მერფი მოუგებს არონ პიკოს თქო, გითხარით? ცოტა იქ დისიჟენი მეგონა უფრო, მაგრამ დეგენერატია ეს პიკო შეასკდა იმ იდაყოზე და ეხა ჩემი რა ბრალია. მე რა გითხარით, პრატესი მოიგებს თქო. მოიგო პრატესმა, მოიგო. მე რა გითხარით, MVP მოიგებს დისიჟენით თქო. მოიგო. გამარჯობა. აპლოდისმენტებს ველოდები. ეს ცოტა მოკლე განხილვა იქნება, მე ვიდეოს ჩავწერ მე. ერთი სიტყვით, ძმებო და დებო. ეს იყო ძალიან ისეთი დედაენური პერფორმანსი MMA-ში. რაც ნიშნავს შემდეგ რამეს. თუ შენ ჭიდაობა არ იცი და ვიღაცა მიცის ჭიდაობა მაღალ დონეზე, თითქმის ოლიმპიურ დონეზე, შენ მასთან შანსი არ გაქვს. ეს ემუშაობდა ყოველთვის. ერთადერთი საწყალი ბენ ასკრენი შეასკდა მას ვიდალს მუხლზე მაინდა-მაინც. თორე დანარჩენი არ მუშაობს ეგრე. ჭიდაობა, როცა ჭიდაობაში არის დიდი გეფი, როცა ჭიდაობაში არის დიდი სხვაობა, ფაქტიურად წარმოუდგენელია, რომ მოჭიდავემ წააგოს ის ორთაბრძოლა. გასაგებია, ხა ელემენტარული დგომი უნდა იცოდეს და ელემენტარულზე მეტიც ის ხამზატმა უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამდენად არ უნდოდა და რამდენად არიდებდა თავს ჩხუბისგან, იმიტომ რომ აქ გარანტირებული მოგება ედო რა. აი წარმოიდგინეთ, გითხრათ, რომ
იცი რა არის? აი ამ გზით თუ წახვალ, კი, დაგხვდება იქ შენი ოქრო. მაგრამ ბიჭო, რაღაც რისკებია რა, შეიძლება ჩაიჩეხო, გადაიჩეხო რაღაც მოხსნე. და აი ცოტა შორი გზით თუ წამოხვალ, უეჭველი 100%-იანი დაგხვდება ის ოქრო იქ და აი როგორც თქვენ, ისევე სამსატმა აირჩია წყნარი მშვიდი უსაფრთხო გზა. ის არ რისკავდა პოზიციებს პარტერში. არასდროს არ იმართებოდა წელში, რა დროსაც შეიძლებოდა მაგალითად, რომ ეს გექნა რა ქვია, მოეხერხა დუპლესის და რაღაც სივრცე გაჩენოდა და რაღაცა დატრიალებულიყო. არაფერი, უბრალოდ აი ესე ჩახუტებული, წყნარად, რებით ფანჩებით, ბეიბი ფანჩებით, მოუგო 50-54. მიდი და გაამტყუნე ხა. თქვენ დუპლესის გულშემატკივრებო, ხალხად ჩიმაევს კი არ უნდა ამტყუნებდეთ. დუპლესის უნდა ეუბნებოდეთ, რომ ესეთი უსუსული, ესეთი დაუცველი როგორ ხარ, ბიჭო. შენ უფრო დიდი ხარ. ბევრად დიდი ხარ. საგრძნობლად, ნუ ბევრად რა, საგრძნობლად დიდი ხარ. ესე როგორ გათხრევსო და მანდ გამოჩნდა რა, რომ იმდენად უტექნიკო მებრძოლია დრიკუს დუპლესი. იმდენად უტექნიკო მებრძოლია დრიკუს დუპლესი, როგორც ფეხზე. ასევე პარტერში, რომ ხამზად ჩიმაევი მაინდა-მაინც მისი ჯანის და ძალის გამო კი არ აქცევდა მას და კი არ აკონტროლებდა. უბრალოდ ხამზად ეხლა კავკასიელი ტექნარი მოჭიდაურია. და აი ყოველა ფანტს, ყველა ხრიკს უსრულებდა ულამაზესად. აი ლამაზად წყნარად ყველაფერს უსრულებდა. მიდი ეხლა მოთხოვე რომ მაინდა-მაინც არა წამოდექი და დაკა წააყარეთ ერთმანეთს. არის ზავს მაგას, რატო უნდა ქნას და არც ქნა რა. სხვათა შორის ვინმე აღარ მითხრას მერაბ თვალიშვილზე მოსაწყენი მებრძოლია. მერაბ თვალიშვილი ფეხზეც უდგება მეავის მებრძოლებს. გაცვლებში ჩეთის, დარწმებსაც ღებულობს და ინელებს. სხვასაც ურტყავს და ზემოდან ჭიდაობს და იგებს. მერაბ თვალიშვილი ხამზატივით არ ჩუბობს. ხამზატ ჩვეულებრივად გადაწყვეტილი ქონდა, რომ არა ძმაო, მე ამ კაცთან ფეხზე არ დავდგები, მაიტარა შარის თავი მაქე ხატო. აგე ვაპორტხიალებ და всё. სხვათა შორის ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორთან იცით რა გააკეთა? პრინციპულად მესამე რაუნდი დაუდგა ფეხზე. პრინციპულად. რომ აი ხა რასაც ხამზატზე ისაუბრებენ, ის არ ესაუბრათ მასზე. ორი რაუნდი მაკგრეგორი ათრია და მესამე რაუნდში პრინციპულად ფეხზე დაუდგა და ებოქსავა. მეოთხე რაუნდში გამოვიდა და გაგუდა. აი ეგ არის ნამდვილი ჭიდაობის დომინაცია. ხამზატმა რაც ახლა გვაჩვენა, იცი რა გვაჩვენა? ხაბიბმა კონორი გალახა. სემა. ხამზატ ჩიმაევმა დრიკუს დუპლესის ჭიდაობაში მოუგო. აი ეს არის სხვაობა. დრიკუსი მოითხოვს რემაჩს იქ ვიღაცა მოჭიდავეებთან მოემზადება, მაგრამ გვიანია უკვე არ არსებობს. ბავშვობაში შენ რო PlayStation-ს თამაშობ და ვიღაცა ტატამზე ვარჯიშობს, იმას ვეღარ დაეწევი ვეღარასდროს. ერთადერთი კაცი მყავს ხამზატ ჩიმაევის, ჯორჯ სენ-პიერი, ვინც ჭიდაობა ისწავლა ასაკში. ერთადერთი ადამიანი. აბსოლუტურად ისიც რუსებთან, აი რუსებში ჩავიდა, კი არა და ჩამოიყვანა რუსები და ნუ ჭიდაობა ისწავლა რა, მიუცმა მაგას და იმიტომ რომ იცოდა ის ელემენტარული წესი, რაც მეც და თქვენც ვიცით, ქალბატონებო და ბატონებო. არ არსებობს ჭიდაობა რო არ იცი MMA-ში, საჩემპიონო დონეზე არ გესაქმება არაფერი. მაქსიმუმ იყო აი პერეირა და დენა ვაითი შენით ფულს წერდეს და მებრძოლები შეგირჩიოს და აი ანკალაევი აგარიდოს 100 წელი. და აი ხო ხდებით, ხელი შეგიწყონ და ომალი იყო და ის იყო და ეს იყო და ბოლომდე გაწურინონ ვიღაცები გათიშინონ, გაჭეჭყინონ ეს კენს, რასაც ქვია, კილები და ბოლოს შეგხვდება ტიპი, ვინც იცის ჭიდაობა და გაგიხეთქავს თავს და MMA-ის მებრძოლი რომელმაც ჭიდაობა არ იცის, ჩემი აზრით MMA-ის მებრძოლი არ არის. ილია რატო არის გოუთი და მე კი ილიას გოუთს ვეძახი. ილია არის ჯერ მოჭიდავე და მე სხვა ყველაფერი. ილია და ალექსანდრე არიან მოჭიდავეები, რომლებმაც ისწავლეს კრივი. ილია და ალექსანდრე არ არიან მოკრივეები, რომლებმაც ისწავლეს ჭიდაობა. არა.
ჯერ იყო ტატამი, მერე იყო ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ და მერე 16-17 წლის ასაკში მოვიდა კრივი რისი ნიჭიც აღმოაჩნდა ორივეს ფენომენალური. და ავიდნენ იმ დონეზე, რომ რა ვიცი, ხა ილია რომ მიუშვა შეიძლება WBC-ის ტოპ-10-ში, რა ვიცი, ვიღაცას მოუგოს. კარგად რომ მომიზადოს და დრო რომ იცის თავისთავად. მე მაგ აზრის ძალიან წინააღმდეგი ვარ, რომ ეხა გაუშვით ილია და ჯერვონტასთან ეჩხუბეთ და კანელო და ხა სიგიჟებს რო იცახით, მაგაზე არ მაქვს საუბარი. უბრალოდ ილია არის კარგი ესეთ პირველი თანრიგის მოკრივესთან იჩხუბებს კარგად. არ იტყვი რომ აი ვიღაც. მაგიტო არა, მაგიტო უნდა დავაფასოთ ჩვენი ჩემპიონები. სწორედ მაგიტომ უნდა დავაფასოთ ჩვენი ჩემპიონები ქალბატონებო ბატონებო. მერაბს მოსაწყენი მებრძოლი აღარ დაუძახოს არავინ. ვინც ქართველის წინაშე მერაბ დვალიშვილს მოსაწყენ მებრძოლს აკადრებს, ააფარეთ აი ეს ჩხუბი ხამზატის და დუპლესის და მერაბი თუ მოსაწყენია ეს რაღაცა თქო უთხარით. სხვათა შორის ამ ჩენელზე მალე პირდაპირ ეთერი საშუალება გვექნება. და აუცილებლად გავსტრიმავ ხოლმე სახლიდან ტელეფონის წნარად და ვინც აქამდე მომყევით გამოვიწეროთ კიდე დავდეთ სრულ ვიდეოს ეს იყო რაღაც ფრეშ რეაქცია ძალიან პატარა არხი ვართ გუშინ წინ დავიწყეთ ფაქტიურად და უკვე თითქმის 2000-ნი ვართ და რაც უფრო მალე შემოგვიერთდებით მით უფრო ბევრ და კარგ კონტენტის გაკეთებას შევძლებთ ასე რომ დაალაიქეთ გამოიწერეთ და გაუზიარეთ მეგობრებს კაკის კუთხის YouTube არხი, კაკის Corner. და კლუბი ნომერი 4. არ დაგავიწყდეთ. ჩემი მთავარი პოდკასტი, სადაც ზუკასთან ერთად ვსაუბრობ და დღეს 17 აგვისტოს საღამოს 10 საათზე მე და ზუკა ვიქნებით პირდაპირ ეთერში Club 4 YouTube-ზე. გამოიწერეთ და აკომენტარეთ, გაუზიარეთ მეგობრებს. მომავალ შეხვედრამდე. აბა ჰე და აბა ჰო.